მოგესალმებით მეგობრებო და შემოგთავაზებთ ტრამპის პრეზიდენტობის უკვე მეორე ხანის პრეზიდენტობის პირველი დღის შეჯამებას. აი გათენდა 21 იანვარი და ფაქტიურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისე როგორც თემასოფლიომ ახალ რეალობაში გამოიღვიძა. და ეს რეალობა არის ფაქტიურად დაბრუნება, უკან დაბრუნება ნორმალურობისა და ნორმალური სამყაროსაგან. დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკაში ისევ როგორც ყოველ ნორმალურ დროს და ნორმალურ ქვეყანაში აღიარებული არის მხოლოდ ორი სქესი. მამაკაცი და ქალი. არავითარი ჯენდერ მრავალფეროვნება, არავითარი 100 და 200 სხვადასხვა სქესი ორიენტაციის მიხედვით, ვისაც რა უნდა იმას რომ დაერქვევს და არავითარი ესე რომ ვთქვათ ვოუკიზმი და სხვაგვარი სიგიჟეები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ამერიკაში და ევროპის იმედი არის, ევროპასაც ამერიკის წყალი გადმოსხმოდეს ძალიან მალე, რომ ეს სიგიჟე აქაც დასრულდეს. და მათ შორის საქართველოშიც. ეს ერთი კარგი ამბავი, რა თქმა უნდა, ანუ ტრამპი ფაქტობრივად პირველ სამი დღეს იწყებს თავისი დაპირებების შესრულებას და დაიწყო აი ამ სატანიზმის განადგურებით და აუგიასის თავის გამოწმენით დაიწყო პირველ ყოვლისა ჯენდერ აჯენდას და ვოუკიზმის წინააღმდეგ პირდაპირ შეტევა. არის მხოლოდ ორი სქესი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინცაც მე მგონია რაც გააკეთა ტრამპმა პირველივე დღეს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმოდან გამოსვლაზე განაცხადის გაკეთება. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებენ ჯანმოს და ეს არის ჯანმოს დაფინანსების 20-25% დაახლოებით, რომელიც ჯანმოს ძალიან დააკლდება და თავის მზაკრულ და ანტისაკაცობრიო საქმეებს ისე იულად ვეღარ გააკეთებენ. ახლა რა ხდება კიდე ამის გარდა? პარიზის კლიმატის ხელშეკრულება და პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან გამოსვლა, ანუ აქაც იმაზე საუბარი, რომ America first, ანუ ჯერ ამერიკის ინტერესები და ამერიკა აღარ ითამაშებს აი ამ სოფლიო მაფიის თამაშებს, მათ შორის ეგრეთ წოდებული კლიმატის დაცვასთან დაკავშირებით. ასევე აშშ-ის მოქალაქეობა დაბადების უფლებით აღარ იქნება მხოლოდ შეზღუდვები, მარტო დაბადება აღარ კმარა იქ ჩასვლა და ჩადიოდნენ, გააჩნდნენ ბავშვს და უკვე მოქალაქეები ხდებოდნენ, ესე აღარ იქნება. უფრო გამკაცრებული იქნება. ასევე გამკაცრდება კონტროლი მექსიკის საზღვართან, გამოცხადდება და უკვე გამოცხადდა ფაქტიურად საგანგებო რეჟიმი ამერიკის სამხრეთ საზღვაო ტერიტორიებში. კიდე რა არის მნიშვნელოვანი? ნარკოკარტელები, მექსიკური და სხვა ლათინოამერიკული ნარკოკარტელების გამოცხადება ტერორისტულ ორგანიზაციებად. იმიტომ რომ უკვე ნარკოტიკები ისე პრობლემა გახდა ამერიკაში, რომ ფაქტობრივად მთელი თაობა უნადგურდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამას ტრამპის ადმინისტრაცია, ანუ კონსერვატორები აღარ დაუშვებენ და ნარკოკარტელების გამოცხადება ტერორისტულ ორგანიზაციად ნიშნავს, რომ ტრამპს საშუალება მიეცემა გვარდია და ჯარიც კი, თუ საჭირო გახდება, სამხედროები გამოიყენოს ქვეყნის შიგნით ნარკოკარტელებთან ბრძოლის საწარმოებლად. ასევე მნიშვნელოვანი არის დირექტივა სიტყვის თავისუფლების აღდგენაზე და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ცენზურის გაუქმებაზე და არ დაშვებულობაზე. თავად ეს დირექტივა აღიარებს, რომ ბაიდენის პერიოდში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სახელმწიფო დონეზე ცენზურას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას განსაკუთრებით social media, ანუ სოციალურ მედიაში, იქნებოდა ეს Facebook-ი და სხვა სივრცეები და ეს უკვე აღიარებული არის ტრამპის ამ დეკრეტით და ის აღარ დაუშვებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. იმედი არის იგივე პროცესები წავა ევროპაში და როგორ ჩამოვა საქართველოშიც. ტრამპმა გაათავისუფლა 1500-მდე ამერიკელი, ვინაც შეიწყალა ის ხალხი, ვინაც დაჭერილი იყო კაპიტოლიუმში, 4 წლის წინ კაპიტოლიუმში შეჭრის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს
და მათი ამ ჩინოვნიკებზე დაიწყება საქმე, გამოძიება, აღიძრება საქმეები სენსიტიური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, ან უკანონო გათქმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბაიდენს, მოგეხსენებათ, რომ შეიძლება არც ახლა გეტყვით ამასაც, თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს, ანუ ფაქტობრივად გუშინ მოასწრო და აი ბოლო საათებში კიდე შეწყალება დაწერა, შეიწყალა რამდენიმე პიროვნება, მათ შორის ენტონი ფაუჩი, ამერიკელების გამყრელიძე, ესე რომ ვთქვათ, COVID ფაშიზმის დროს განსაკუთრებით აქტიურობდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ გაავრცელეს ეგრეთ წოდებული ფეიქ პანდემია და შესაბამისად შეზღუდვების პოლიტიკა და იზოლებითი ვაქცინაციაც ფაუჩის სახელთანაა დაკავშირებული. ანუ რა ხდება, ფაუჩი ჯერ გასამართლებული არის, ფაუჩის წინააღმდეგ ბრალდებაც კი არ არის აღძრული და ბაიდენი უკვე მას პრევენტიულად, ანუ წინასწარ აძლევს ასე რომ ვთქვათ, შეწყალების ფურცელს, კარტ ბლანშს, ანუ რა დონეზე არ დაცემული ახლა ამერიკის დემოკრატია, შეიძლება მასე განსაჯოთ, პრეცედენტი ყოფილა, სადაც აბრაჰამ ლინკოლნის დროს ლინკოლნს შეუწყალებია თავის დროზე ამერიკული სამოქალაქო ომის მონაწილეები და აი ეს აიღო ბაიდენმა პრეცედენტად და შეეწყალებინა ენტონი ფაუჩი, კიდე სხვა რამდენიმე ოდიოზური პიროვნება, მათ შორის ადამ კინზინგერი, აი საქართველოში რომ ყოველთვის ჭკუის დამრიგებლად ჩამოდიოდა. ანუ ფაქტობრივად შეწყალება არის დანაშაულის აღიარება, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ ჯერ დანაშაული დამტკიცებული და დადგენილი არ არის, მაგრამ ამ შეწყალებით უკვე თავად აღიარეს, რომ ძალიან დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი ამ ვაჟბატონებს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ვინაც ესე იგი ტრამპმა არ დაპატიჟა თავის ინაუგურაციაზე, ყველანი შეიკრიბნენ დღეს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. მათ შორის კანცლერი ოლაფ შოლცი, მათ შორის ვლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი და კიდე რამდენიმე და არც უცოტა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ოდიოზური ფიგურები იმაზე სამშელად, რომ მათ უკვე აღარ იციან რა ქნან და აი ტრამპის ამ პოლიტიკას არ დაუპირისპირონ, ან როგორ შეძლონ ტრამპთან რაღაც მოლაპარაკებების გამართვა. ანუ აბსოლუტური პანიკა და ქაოსი სოფლიო ლიბერალურ სივრცეში და სუპერსახელმწიფო, სუპრასახელმწიფო წარმონაქმნებში, ანუ აი კარტელურ, მაფიოზულ წარმონაქმნებში, რომელსაც ერქვა აქამდე საერთაშორისო საზოგადოება. ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც დგება ჩვენ თვალწინ და მნიშვნელოვანი არის ჩვენმა მთავრობამაც გაანალიზოს აი ეს პროცესები, რაც ჩამოთვალე. თუ კი იქ ფაუჩისთან დაკავშირებით ეს პროცესები მიდის, თუ კი იქ ტრამპი ამბობს, რომ კორონას დროს და კორონა პანდემიის დროს ჯან მოიქცეოდა ძალიან ცუდად და ამის გამო ეს არის ჩამოდან მისი გამოსვლის საბაბი და საფუძველი, რომ ეს ვირუსიო იყო ჩინეთის მიერ გავრცელებულიო, ესე თქვა ტრამპმა და ჯანმო, როგორც ჩინეთის გავლენების ქვეშ მყოფი ორგანიზაცია, მან ვერ შეძლო რომ პანდემია შეეკავებინა, ვერ შეძლო სწორი მართვა, არასწორი და ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ აი ამ პანდემიის ბოროტად გამოყენებასაც კი ქონდა ადგილი ჯამოსმიერო და ტრამპი გამოდის ჩარმოდან. აი საქართველოს მთავრობა. მოგიწოდებთ. მიბაძეთ ტრამპს, გამოდის ჩარმოდან და აეწყოთ აი ამ ახალ დროზე, თორემ თქვენც ცუდად დაასრულებთ, როგორც მალე დაასრულებს შოლცის მთავრობა გერმანიაში, ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში, მაკრონი საფრანგეთში და ინგლისის ბრიტანეთში ვინაც არის ახლა კიდე იმას მთავრობა და ასე და ასე. ჩაირეცხებას უყოლა ესენი ძალიან მალე. ხო, ამიტომ დრო არის ჯობია დროზე მოეგოთ და ასე როგორც ფაუჩის მოუწევს გასამართლება, ესე ამირან გამყრელიძეს, იმნაძეს და სხვა კოვიდ ფაშისტებს დროზე მოუთხოვოთ პასუხი აი ამ ბოროტებაში თანაზიარობის გამო. იმიტომ რომ ეს სიმართლე მაინც უკვე ადიდი ხანი აღარ დარჩა, ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება, ყველაფერს დავინახავთ, ვინის გამკეთებელი იყო, ვინა დანაშაულში არის გახვეული და თქვენც მოგეკითხებათ. თქვენც მოგეკითხებათ და ტრამპის მთავრობა მოგკითხავთ ძალიან კაცრად და ვიღარ გიშველით მერე მარტო ზეპირის სიტყვიერება, რომ აი ჩვენ ესე და ისე და ლიბერალურ ფაშიზმს ვებრძვით, საქმით უნდა ებრძოლოთ ლიბერალურ ფაშიზმს და არა სიტყვით. აი ეს იყო სულ ისე თქვაც მინდა დღეს, ვიღარ მოითმინე რომ ეს არ ჩამომეყოლა, ჩამომეყალიბებინა ეს ძირითადი პუნქტები, რაც მიიღო ტრამპმა თავის განწყობლებაში. მედია საინტერესო იყო, თუ და გაინტერესათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და YouTube-ზე ხშირად შემოგთავაზებთ ახალ ინფორმაციას, პოლიტიკური სახის ინფორმაციებს და ანალიზს აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით. მე კობა კუპრაშვილი ვარ, მადლობა ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.